ჩვენს ქვეყანაში თემას ცვლის ერთი თემა დასრულებული არ არის, რომ მეორე თემა გამოჩნდება ხოლმე და საზოგადოების ყურადღებაც ამ ახალ თემაზე გადადის. ასე რომ კვირეები კი არა, დღეები არის უკვე ძალიან ცხელია. თქვენ უყურებთ გადაცემას ცხელ კვირას ახალზე. და დღეს ჩემი სტუმარი არის იურისტი გიორგი ცოფეხია და რაც საკვირველია თემა იქნება ყველაზე გახმაურებული ცხელი ამბები კვირის განმავლობაში და ეს იყო გამოსახლება. დამეთანხმები რომ ძალიან ცხელი თემები იყო და ძალიან ძიმე საყურებელი კადრები იყო ის რაც ხდებოდა, ეს იყო გამოსახლების პროცესი, მესმის რომ როდესაც ადამიანი ვალს აიღებს ამას უნდა გადახდა, თუმცა არის რაღაცა შემთხვევები, კანონი უნდა გადაიხედოს და რაღაც ალტერნატივა უნდა გამოჩნდეს, ხო? და დღეს როგორც იურისტი, რას გვეტყვი, რა კანონია შესაძლებელი, რა ალტერნატიული სივრცე არის გასახსნელი? თემა ნამდვილად ძალიან მტკივნეულია, თუმეტეს იმის გათვალისწინებით, თუ რა შეცდომები იქნა დაშვებული, ეგრეთ წოდებული ამ მევახშეების პრობლემის მოგვარების პროცესში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ რომ როდესაც ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოვიდა, მაშინ ატყდა პირველი ბუმი, რომ აი მევახშეების პრობლემის მოგვარებით უნდა დაკავებულიყო საქართველოს ხელისუფლება, ქართული ოცნება, განახორციელა რამდენიმე საკანონმდებლო მანევრი, რომლითაც ასე ვთქვათ, პირველ რიგში რაც მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა ფიზიკურ პირებს, ეგრეთ წოდებული ასე ვთქვათ, იპოთეკის ნაწილში შეეზღუდათ სესხის გაცემის უზრუნველყოფა. და ეს ცვლილება ბუნებრივია თავისი გაცხადებული პოზიციით მიზნად ისახავდა ასე ვთქვათ მევახშეების გარკვეულ შეზღუდვას, რეგულაციების ახლებურ დაწესებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომლითაც თითქოს და უნდა მოგვარებულიყო ქვეყანაში ეს პრობლემა. ამის შემდეგ მოვლენების განვითარებას თუ დავაკვირდებით, ძალიან საინტერესო სურათი მივიღეთ ქვეყანაში, ძალიან სწრაფად გამოიძებნა ახალი სამართლებრივი მექანიზმები და გზები მევახშეების მხრიდან და ასევე იმ პირების მხრიდან, ვისაც სწორედ ამ ფორმით სხვა გზა არ ჰქონდათ, მათ და ამ ფორმით უნდა მიიღოთ სესხი და ამ ასე ვთქვათ დიდი თუ მოკლე ხანიანი ფიქრის შემდეგ გამოიძებნა ესეთი მექანიზმი, რომელსაც ქვია ნასყიდობა გამოსხების უფლებით, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ამ უფლების შეზღუდვა აღარ გამოვიდოდა ნამდვილად და გვერდის ავლის მექანიზმად იქნა გამოყენებული. თუმცა ამ ყველაფერს ჰქონდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაკლები. როდესაც ამ ფორმით ხდებოდა მევახშეზე ბინის გადაფორმება, ის უკვე ასე ვთქვათ საკუთრების უფლებას იძენდა და შესაბამისად როგორც მესაკუთრე ისე ოპერირებდა, როგორც სასამართლოში და ასევე სხვა შემთხვევებში და თქვენ კარგად გესმით, რომ ძალიან დაბალ ფასებში ხდებოდნენ ისინი ძვირად ღირებული ქონების მეპატრონები. ეს რა თქმა უნდა ზოგადად ეკონომიკურ ფონს ძალიან კარგად ასახავს ქვეყნისას, როდესაც ასეთი ეგრეთ წოდებული გამოსავლის გზების ძიება უწევთ მხარეებს, თუმცა მეორე მხრივ ეს იყო არაგონიურული შეზღუდვების და ისეთი შეზღუდვების დაწესების და რეგულაციების დაწესების, რომელმაც არა თუ რაიმე გამოუმჯობესა, არამედ სწორედ ის ადამიანები თითქოს და რომლის დაცვის საბაბითაც, ასე ვთქვათ, ხელისუფლება გამდა სარეგულაციო ნაბიჯებს, სწორედ ისინი დაზიანდნენ ყველაზე მეტად. ხა ამ შემთხვევაში სანამ ჩვენ მივიღოთ ახალ გზებამდე, მე სწორედ მინდა გავაანალიზოთ რეგულაციებმა რა მოუტანა ქვეყანას. ანუ ცალსახად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ ტიპის რეგულაციებით არაფერი არ გაუმჯობესდა, არამედ პირიქით. ეს 2018 წლის რეგულაციას. პირიქით მოხდა რა, რომ გამოიძებნა ახალი, ასე ვთქვათ, მექანიზმი, გამოსყიდვა ნასყიდობის უფლებით, რომელიც ჩაანაცვლა თავის სამართლებრივი ბუნების სწორედ ის იპოთეკის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლებზეც იყო ამდენი პრობლემა წლების განმავლობაში. ჩანაცვლება მოხდა. ანუ ერთი სამართლებრივი, ასე ვთქვათ, მექანიზმის ნაცვლად გამოყენებული იქნა მეორე სამართლებრივი მექანიზმი, ისე რომ სამართლებრივი ბუნება არ შეიცვალა, შინაარსი არ შეიცვალა, თუმცა მეორე მხრივ პირიქით უფრო მოწყვლადი გახდა სწორედ ის, ასე ვთქვათ, პირები, რომლებიც სესხის მიმღებები იყვნენ, ამღები ნაწილს მოვალე მხარე იყო. შესაბამისად მივიღეთ ის, რომ კიდევ უფრო მეტად სამართლებრივად უფლებრივი ნაწილში კიდევ უფრო მოწყვლადი გახდა ეს ხალხი, იმიტომ რომ მათ თუნდაც სამართლებრივი ბრძოლის მექანიზმებისთვის სამართლებრივად რომ მივყვეთ, ხო, გამოაკლდათ კიდევ ერთი სასამართლო ბერგედი. მხოლოდ ერთ ხელშეკრულებას მიყვებიან, მხოლოდ ერთ ნაწილს შეუძლიათ ბრძოლა, თუმცა ასე ვთქვათ, სხვაობას, რომელიც ძირითად ღირებულებასა და გასხვისების ღირებულებას შორის დგება, ნამდვილ ღირებულებასა და გასხვისების ღირებულებას შორის დგება, ამის მოთხოვნის უფლება დაიკარგა. იმიტომ რომ სასამართლო
რამდენიმე გადაწყვეტილებაში კი შეაფასა, რომ ეს თავისი ბუნებით, ასე ვთქვათ, ნამდვილად სისხლის და იპოთეკის ხელშეკრულების გადაფარვას წარმოადგენდა, თუმცა ეს ვერ გავრცელდა ყველა ტიპის ხელშეკრულებაზე და შედეგების თვალსაზრისით ნამდვილად არაფერი სასიკეთო არ მისცა მოვალე მხარეებს. ამის შემდგომ მივიღეთ რა? ჩვენ გვახსოვს კოვიდის პერიოდი დაემთხვა და ხელისუფლებამ ძალიან მარტივი გამოსავალი მოძებნა, ძალიან ჰუმანური მათ შორის, მაგრამ ძალიან მარტივი იმაში, რომ გამოაცხადა გამოსახლებებზე მორატორიუმი. ეს მორატორიუმი გრძელდებოდა პრაქტიკულად თითქმის 2 წელის გამორთის განმავლობაში და აი უკვე მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც 2023 წელს ეს მოიხსნა ეს რეგულაციები, ეს მორატორიუმი უფრო სწორად და ხალხი უკვე რეალურად დადგნენ გამოსახლებების წინაშე და ეს არ არის ერთი ოჯახის ტრაგედია, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ქვეყანაში ასეთი ძალიან არა, ხო ძალიან ბევრია, უბრალოდ რაღაც რომელიც ხმაურდება, რომელიც არ ხმაურდება. მედიის ყურადღების ცენტრში და ეს кейსებია გახმაურებული. რა თქმა უნდა, არის რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც ამაზეც მუშაობს, თუმცა მე სამწუხაროდ დღევანდელი სამართლებრივი ჩარჩოს პირობებში, რომელიც ამ საკითხებს არეგულირებს, რთულად წარმომიდგენია წარმატებით მიღწევა მოვალე მხარის დავის შემთხვევაში, როგორც ადვოკატს მინიმუმ და როგორც წესი განცილებულია ხოლმე ეს ყოველივე მოვალის საწინააღმდეგო შედეგის დადგომისათვის. ეს ყველაფერი გამოიწვია სწორედ არაგონიურულმა რეგულაციებმა. მე ვფიქრობ, რომ მე ზოგადად არა ვარ დიდად რეგულაციების მომხრე, არც რაღაც ულტრალიბერალური მიდგომების მომხრე ვარ, როდესაც ყველაფერი უნდა იყოს დერეგულირებული და ბაზარი თავისთავად ყველაფერს არეგულირებს, ეს ჩემთვის რაღაც ნონსენსია. თუმცა მეორეს ხო რეგულაციები თუ შემოვაქვს, ეს უნდა იყოს ძალიან დიდი ანალიზის საფუძველზე განხორციელებული ექსპერტების, ასე ვთქვათ, სერიოზული ნარკვევების შედეგად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ვინაიდან როდესაც აქვე ძალიან თვალნათლივ ჩანს თუ რა ალტერნატიული გზით წავლენ მხარეები, ხო, იმისათვის რომ იმ მომენტში სესხი მიიღოს მოვალემ, ასეთი რეგულაციის შემოღებას უბრალოდ აზრი არ აქვს და პირიქით დააუარეს ამ მდგომარეობა. ეხლა რაზე უნდა ვიფიქროთ დღეს? თუმცა რეგულაციები რაც შემოიღეს 2018 წელს, იყო იქ რაღაცა ისეთი ბერკეტები, რომელიც დაიცავდა ამ ადამიანებს, მაგრამ სამწუხაროდ ქაღალდზე დარჩა, ხო? ხო, რა თქმა უნდა, ქაღალდზე დარჩა, იმიტომ რომ ეგრევე დაიწყეს გვერდისავლა და სხვა მექანიზმების გამოყენება და შესაბამისად აღარაფერი რეგულაციურ ჩარჩოშიც აღარ მოხდა, მაკონტროლირებელი მექანიზმები ვერ ამუშავდა საერთოდ პრაქტიკულად და ასე ვთქვათ, განსხვავება გამოსხივლა და აბარაგინდა. ხო, ეს არის ხრელი. როგორ შეიძლება ამ ხრელის ამოვსება? ახლა უკვე ამ ეტაპზე ამ ხრელის ამოვსება იქნება ძალიან რთული. ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, არაგონიული პოლიტიკა ამაშიც ჩანს. როდესაც პრობლემას ვერ აგვარებენ, აცხადებენ რაღაც მორატორიუმს, აი შეჩერდება ახლა ეს პროცესი, ყველა დამშვიდდება, აღშოშმინებენ საზოგადოებასაც და აი მორატორიუმს მერე ოდესღაც სადღაც გავხდით, ხო? ნუ უნებრივია ეს საკითხი არ გადაჭრის, პრობლემა არ მოგვარდება, მორატორიუმი არ დროებით შეჩერება, აი მორატორიუმს რომ მოხსნიან, მერე რა მოხდება? ის უნდა გაგრძელდეს ის რაც არის, ხო? და რა მდგომარეობა ამხრივ. ძალიან მარტივად, როდესაც პირს აქვს საკუთრების უფლება უკვე შეძენილი ხელშეკრულების საფუძველზე, ის მიმართავს სასამართლოს და იხობს უკან მფლობელობიდან მითის გამოთხოვებას და შესაბამისად ეს არის გამოსახლება, ხო? გამოსახლებულ მდგომარეობაში უნდა დაუბრუნდეს უკვე მესაკუთრეს, უკვე ამ ნებაშეს ეს ასე ვთქვათ, ქონება. ახლა სამართლებრივად რო შევხედოთ, როდესაც პირი საკუთრების უფლებას იძენს, ამას ვინფორმით, უნებრივია მისი სასამართლო მოთხოვნა აპრიორში ფორმალურია და დაკმაყოფილდება. და მე ჩვენ თუ სამართლებრივი სახელმწიფო ვართ, ვალდებული ვართ სწორედ რომ სასამართლო გადაწყვეტილება უნდა ახსოვდეს. ეს არის ასე ვთქვათ საძირკველთა საძირკველი სამართლებრივი სახელმწიფო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ახსოვდეს, რა თქმა უნდა. და ამ პერიოდში არის თუ არა სამართლებრივი სასამართლოს გადაწყვეტილება, იგი რამდენად არის დაცული უფლება, თუნდაც იმის, რომელმაც შეიძინა, აი, გადაიბარა ეს რა. ვინც გადაიბარა, სწორედ მაგაზეა საუბარი, რომ სწორედაც რომ პრეზუმციულად საკუთრების უფლების, ასე ვთქვათ, აქტიურ ფაზაში მყოფი პირები, უფლებები დაცულია, იმიტომ რომ სასამართლო ამბობს, რომ მე მაქვს ამ მონაწილე საჯარო ერთიდან, სადაც მე საკუთრად ფიქსირდება უკვე ეგრეთ წოდებული ოქში და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ფორმალური წარმოება ეს პრაქტიკულად აი საკმაყოფილებს ამ მოთხოვნას გამოსახლების ნაწილში და სწორედ ამას მოყვება შემდეგ შედეგები, რასაც ჩვენ ხედავთ და რაც არის ეს ძალიან ტრაგიკული სურათი მეორე მხარეს, რა თქმა უნდა, მიმულია ეკონომიკური პრობლემებთან, რა თქმა უნდა, მიმულია ქვეყნის სოციალურ მდგომარეობასთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ პირველ რიგში კარგად ჩანს ქართული ოცნების ასე ვთქვათ, მიდგომის არასწორი, ასე ვთქვათ, მდგომარეობა იმაში, რომ რეგულაციები არ არის მთავარი გამოსავალი. სად ხედავ მე გამოსავალს როგორც ერთი რიგით მოქალაქე და ამ შემთხვევაში არანაირი პრეტენზია არ მაქვს რომ
გარკვეული ნოუ-ჰაუს თავაზობს საზოგადოებას. მე ვხედავ გამოსავალს იმაში, რომ აუცილებელია შედგეს სამუშაო ჯგუფი, რომ სადაც გაერთიანდებიან მოქმედი ადვოკატები, გაერთიანდებიან ექსპერტები, გაერთიანდებიან აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და შეიმუშავებთ რამდენიმე საკანონმდებლო ასე ვთქვათ ცვლილებას და მათ შორის ახალი პატენტი შევიდეს ამ მსჯელობის საგნად ვაქციოთ, როგორც არის მაგალითად ფიზიკური პირის ასე ვთქვათ გაკოტრების რეჟიმზე მუშაობა, საერთოდ რომ შეიძლებოდეს ასეთი რამ. ესეთი პრაქტიკა არსებობს დასავლეთის ქვეყნებში, ეს არ არის ჩვენი ნოუ-ჰაუ. ძირითად შემთხვევაში ეს უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ ერთადერთ საცხოვრებელზე თუ ვსაუბრობთ, როდესაც ოჯახს გააჩნია მხოლოდ ერთი საცხოვრებელი, რომელიც ამა თუ იმ ფორმით, ასე ვთქვათ, მევახშეებთან არის დაკავშირებული და ამ პრობლემის წინაშე დგას, მისი ასე ვთქვათ დასკვისება უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ყველაზე უკიდურესი ზომა. ოღონდ მანამდე უნდა არსებობდეს ბერკეტები, რომელთაც ისინი შეძლებენ ამ საკუთრების დაცვას. მაგრამ ეს პუნქტი ჩადებულია იმ რეგულაციებში, რაც 2018 წელს მუშაობს, რაც არ უნდა ჩაუდოთ, უყურეთ იმ ტიპის ხელშეკრულებას არავინ არ აკეთებს. ამ რეგულაციაში არავინ არ ექცევა. ანუ კიდე სხვა პრობლემასთან მივედით. ნახე, ის რაც უკვე ჩადებულია, მაგრამ არ მუშაობს და რომელი კანონი მუშაობს, აბა ყველა ქაღალდზე რჩება. ესე იგი ჩვენ კიდე უნდა გამოვნახოთ რაღაცა გზა, რომ ამ კანონის გვერდის ავლა არ მოხერხდეს. ისეთ რა, მე ვფიქრობ, უნდა შევცვალოთ საფუძვლიანად მათ შორის კანონიც, მანდაც ცვლილებები უნდა შევიდეს და ქვეყანამ უბრალოდ უნდა მონახოს მექანიზმები, უნდა შეიმუშაოს სამართლებრივი მექანიზმები, რომ ორი რამ მოხდეს აუცილებლად. მათ შორის მევახშეის ინტერესი ჩვენ ახლა რაღაცა საზოგადოებამ მოახდინა დემონიზაცია მევახშეობის ინსტიტუტს. ახლა სამართლებრივად, როდესაც ამ სარეს უყურებ, შეიძლება მორალურად მე ეს არ მომწონს და ნამდვილად არ მომწონს, მაგრამ სამართლებრივად მე როგორც ასე ვთქვათ, რიგითი იურისტი, ვთვლი რომ ეს არის ერთ-ერთი ეკონომიკური საქმიანობის ნაწილი და მისი ასე ვთქვათ რაღაც დემონიზაცია მხოლოდ არ არის. შესაბამისად, ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი სამართლებრივი სივრცე, სადაც ერთის და მეორის ინტერესების იქნება დაბალანსებულად დაცული. როგორ უნდა შევქმნათ? ეს არის ძალიან რთული კითხვა. ამ კითხვაზე რომ არსებობდეს ესე ვთქვათ პირდაპირ რაღაც რეცეპტები, დიდი სიამოვნებით, მათ შორის მეც ამ რეცეპტს ესე ვთქვათ გავაჟღერებდი საჯაროდ. თუმცა მე ასეთი მექანიზმების გამოძებნისთვის ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიძიოთ რამდენიმე კანონის ცვლილების ნაწილში. მე დავინახე ორი ესეთი გზა. ეს არის ერთი ესეთი გზა არის გადახდის უნაროების შესახებ საქართველოს კანონი არსებობს, თუმცა ეს არ ეხება ფიზიკურ პირებს. ეს არ ეხება მათ შორის კონტინენტური ევროპის სამართლის ქვეყნებში უმეტეს ნაწილში გაკოტრების ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული გაკოტრების სამართალი არ ვრცელდება ფიზიკურ პირებს. მაგრამ არსებობს სხვა მაგალითები, სადაც არსებობს გაკოტრების ასე ვთქვათ, გაკოტრებულად პირის გამოცხადების, ეგრეთ წოდებული ბანკროტად გამოცხადების ასე ვთქვათ, მექანიზმები, რომლის შემთხვევაში მისთვის ხელმისაწვდომელი ხდება ყველა სესხი, თუმცა ეს კეთდება იმისათვის, რომ მან შეიწყვეტოს გადახდები და ასე ვთქვათ, მოახდინოს თვითრეაბილიტაცია ფინანსური თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ეს იმიტომ არ უნდა იყოს ერთადერთი გამოსავალი და ასე ვთქვათ, ადამიანები ამას არ უნდა იყენებდნენ ბოროტად, იმიტომ რომ მათ შეეზღუდებათ სხვა ფინანსური რესურსების წომა და შესაბამისად ისინი დარჩებიან ასე ვთქვათ, საკრედიტო ხელმისაწვდომობის ფარგლებს გარეთ. თუმცა ეს მათ მისცემს შესაძლებლობას, რომ მოახდინონ ვალდებულების გადავადება, განაწილვადება და ასე ვთქვათ, გადავიდნენ მხოლოდ იმ არსებული ვალდებულებების გადახდის და ამავე დროს ეს გადახდა უნდა იყოს ეგრეთ წოდებული განრიგით, რომელშიც უკვე სახელმწიფო ჩაერევა ამ სახელმწიფო დაადგინეს ამ განრიგს და არსებობს მეორე სეკვესტრის მექანიზმი, როდესაც ახსოვლების ეროვნული ბიუროს, მაგრამ ესაც აქვს შესაძლებლობა, თუმცა ძალიან იშვიათად ხდება სეკვესტრის გამოყენება, როდესაც მართვაში შედიან ხოლმე კომპანიებში. ამის მოდიფიცირება შესაძლებელია, თუ ამ პირებს ანუ აქვს რაღაც ქონებები, ამ ქონებების მართვაში შესვლით მოხდეს ასე ვთქვათ, მათი კრედიტების უზრუნველყოფა. ანუ ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი. ეს ხელისმო ეს არის ჩემს მიერ უბრალოდ გაჟღერებული იდეა, რომელიც იმ წუთას მომივიდა თავში და რა თქმა უნდა ამ იდეაში შეიძლება დამუშავება, სწორთან ერთად მსჯელობა, რა თქმა უნდა ამ იდეაში შეიძლება ქონდეს თავისი ნაკლიც, თუმცა თემისთვის რომ თემა განვიხილოთ, ძალიან საინტერესო ჩანს ჩემთვის მაგალითად და მე ვფიქრობ რომ ძალიან ბევრისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაშიც უნდა კარგად გვახსოვდეს რომ ეს ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანია. ბალანსი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როდესაც ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს და ჩვენ პრეტენზია გვაქვს მაგალითად რომ მათ შორის ეკონომიკური თავისუფლების ნაწილში პრეტენზიები გვაქვს, დემოკრატიის ნაწილში და ასე შემდეგ.
ფულის გასესხება არის ერთ-ერთი ეკონომიკური საქმიანობის ფორმა. შესაბამისად, ამის ასეთ დონეზე რეგულირებამ რაც მოხდა, ჩვენ ეს უკვე ვიხილეთ, ამიტომ დროა რომ ვიხილოთ გარკვეულწილად უფრო მეტ დერეგულირებაზე იმისათვის რომ სწორედ ეს ფულად საკრედიტო რესურსი გავხადოთ უფრო იაფი, რომ ეს ხალხი რომელიც ამ ვალს იღებს რეგულირების ასეთი ფორმებიდან გამომდინარე ფულის ხელმისაწვდომობას ართულებს სახელმწიფო და შესაბამისად რომელიც ვალს იღებს ის იღებს ამ ვალს ამ ფულს იღებს უფრო ძვირად. შესაბამისად რაც უფრო მეტი იქნება რეგულირების გაცდენის ან ფარგლებით გაცდენის გამო რისკები ეზრდებათ ფინანსური რესურსების ფონდებს რომელიც გასცემენ სესხად და შესაბამისად ისინი გასცემენ ძვირად. მithumetes როდესაც ქვეყანაში არის ინფლაცია, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკა ვერ ვითარდება, მაშინ როდესაც სასამართლო გვაქვს ისეთი როგორც გვაქვს, როდესაც გვაქვს დემოკრატიის მდგომარეობა ისეთი როგორც გვაქვს. ამას შეხედავთ თუმცა აბსოლუტურად საწინააღმდეგოა გვეუბნებიან თავების წარმომადგენლები ეკონომიკა დუხს, სასამართლო სამართლიანია, ინფლაციის დონეც შემცირებულია. გიორგი, ახსროლების ეროვნული ბიურო და ის პროცესი როგორც ხდება ჩვენთან გამოსახლება, ხედავთ. მოდის პოლიცია, არის დაპირისპირება როგორც გამოსასახლებელ ადამიანთან, ასევე ხდება დაჭერები, მედიაზე თავდასხმა, რასაც ქვია, ამ მხრივ რაც შეგიძლია თქვა როგორც იურისტს, რამდენად გამართლებულია გამოსახლების ეს ფორმა. ხო. ძალიან საინტერესო კითხვაა და სამწუხაროდ ჩვენ ფორმალურად დავხობით კანონს, როდესაც ახსულების ეროვნულ ბიუროს ვეხებით, ანუ ახსულების შესახებ კანონს ვეხებით, გარკვეულწილად ეს უფლებამოსილებები გაწერილია ნამდვილად, რომ მათ აქვს იზოლების გამოყენება, ძალის გამოყენების ასე ვთქვათ საშუალებები და უფლებამოსილება ახსულების პროცესში. ახლა მეორე საკითხია ის, ასე ვთქვათ, როგორი გადამეტებით ეს შეიძლება ხორციელდებოდეს და ვიდაოთ იმაზე, ეს გამოყენებული ძალა რამდენად იყო იმ სამართლებრივი დასაშვებობის ჩარჩოს ფარგლებში, რომელსაც კანონის ლეგიტიმური მიზანი ითვალისწინებს და რამდენად იყო ეს ასე ვთქვათ, რამდენად არ ცდებოდა რეალურ უფლებამოსილებას. ქართული ოცნების ხელისუფლება არ არის ის ხელისუფლება, რომელიც ასე ვთქვათ, ზედმიწევნით აღასრულებს კანონს, ეს არის ხელისუფლება, რომელიც თავისი პოლიტიკური შეხედულებისამებრ, მოწონებისამებრ იყენებს სასამართლო მექანიზმს მათ შორის. ქვეყანაში უნდა შეიცვალოს საკანონმდებლო ზოგადი ჩარჩო მათ შორის გამოსახლების საკითხებთან მიმართებაში, მევახშევების ასე ვთქვათ, სამართლებრივი რეგულაციის თვალსაზრისით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა მთავარი არის ორი რამ მოხდეს ჩემისათვის. ერთის მხრივ მეტი დერეგულაცია იმისათვის, რომ ფულადი რესურსების ხელმისაწვდომობა გახდეს უფრო იაფი მინიმუმ ქვეყანაში, რაც ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობაში საჭიროა და მეორეს მხრივ მიეცეთ რეგენერაციის შესაძლებლობა იმ ადამიანებს, ვინც უკვე კრედიტებში იხჭობა და აღარ აქვს ამასო კარგავენ, ასე ვთქვათ, შემოსავალს, კარგავენ სახლ-კარს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ ორი მიმართულებით უნდა ვიფიქროთ ყველაზე მეტად. ყველაზე ნაკლები პრობლემა არის სწორედ ახსულება ამ შემთხვევაში. კეთილინება, ყველაზე მთავარი არის, რომ იყოს კეთილინება, თორემ არიან სპეციალისტები, რომლებიც დასხდებიან. აუცილებლად არიან ჩვენ აი სწორედ სპეციალისტებისგან უნდა მოდიოდეს ეს ყველაფერი და სპეციალისტებს ალბათ უნდა კითხონ, მათ შორის კითხონ, ერთად ვიქნით, მათ შორის პრაქტიკოს ადვოკატებსაც ჩვენი მოსაზრებები შეიძლება. სწორედ მაგითო ვთქვი, რომ საინტერესო იყოს, ამიტომ ნება უნდა იყოს იმის, რომ ჩვენ კითხონ, ვინმე დაგვი ყველაფერი ქართულმა ოცნებამ რო იცის, აი ამბავი უნდა მორჩეს ამ ქვეყანაში და დაგვიძახონ და შეგვეკითხონ, იქნებ საინტერესო აზრს და პოზიციას ვაჟღერებთ და ვაწყვით, ისევ მათ სამუშაოდ, ასე ვთქვათ, რაღაცა იდეაზე ავტორობის პრეტენზია კი არავის არ გაგვაჩნია, უბრალოდ გული შეგვდივან ამ მდგომარეობაზე და შესაბამისად ჩვენი მიზანი და ინტერესი არის ის, რომ რაღაცა განვითარდეს უფრო უკეთ ვიდრე არის დღეს. თუმცა რაღაცა ბოლო დროინდება მოვლენება გვანახა, რომ ქართული ოცნებაც ისევე როგორც ყველა ხელისუფლება უფრო მეტად ითვლის თავებს, მოდი ასე ვთქვათ, და ეშინია რაღაცეების და ამიტომ კარგი იქნება თუ საზოგადოებაც იაქტიურებს და უბრალოდ მოთხოვნა იქნება საზოგადოების, რომ შეიქმნას ასეთი ჯგუფები და ის ხვრელები რაც არის და მოქალაქეებზე ძალიან ცუდად აისახება შეივსოს, ამოივსოს სწორედ პროფესიონალებისგან. ძალიან დიდი მადლობა გიორგი.